ქართული ოცნების ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ კორძაიას ინიციატივით ამავე რაიონის წინასაარჩევნო სარეკლამო პლაკატებისგან დასუფთავების აქცია დაიწყო. თამარ კორძაიას განცხადებით, წინასაარჩევნო სარეკლამო პლაკატების დატოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ამიტომ ის მოუწოდებს ყველა კანდიდატს სამივე რაიონში ანალოგიური აქცია ჩაატაროს. დასუფთავების აქციაში ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა მონაწილეობს. მე მოუწოდებ ყველა ოპონენტს და ჩვენ დღეს ვიწყებთ ჩვენი, ასე ვთქვათ, გაკრული პლაკატების ჩამოხსნას, გაწმენდას, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ნაძალადევი ეს არის ჩვენი უბანი, ჩვენი რაიონი, რომელს პირველი აქედან უნდა დავიწყოთ კანონის მოთხოვნების დაცვა და ახალგაზრდები არიან ჩემთან ერთად და დღეს აუცილებლად გავწმინდოთ ჩვენს მიერ გაკრულ პლაკატებს. პირველ რიგში გამარჯვება მინდა მივუღოთ ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ხარი დაგვიჭირა, ეს ორი არჩევანი გააკეთა. დღეს ნაძალადევის ახალგაზრდული კოალიციის წევრები ქალბატონ თამართან ერთად ვიღებთ წინასაარჩევნო ბანერების ჩამოხევაში მონაწილეობას, გასუფთავებაში და გვინდა რომ პარტიებს ვინც იღებდა მონაწილეობას და დამოუკიდებელ დეპუტატებსაც მოუწოდოთ იგივე საქციელისგან.